აქტივობა აქციების საერთო გეგმა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისა საკითხები, რასაც ოპოზიციის ლიდერები ასახელებენ ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელ წინაპირობად. მათი თქმით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ. მართვალ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის გეგმები მხოლოდ ქვეყანაში არეულობას ემსახურება. რაც შეეხება ხუთკუთიანი გეგმას, მე სრულად ვეთანხმები ამას, უფრო მეტიც ამ წუთასაც შეგვიძლია გადავამოწმოთ გიორგი ვაშაძე ყოველდღიურ რეჟიმში ოპოზიციის ლიდერებთან მუშაობს იმაზე, რომ თემატური კოორდინაცია იყოს რაც შეიძლება მაქსიმალური ოპოზიციას შორის იმ მიზნით, რომ შეიძლება შევძლოთ ერთად საარჩევნო რეჟიმი, როცა იქნება, თქვათ, როცა მივაღწევთ ერთად არჩევნების დანიშვნას, ოპოზიცია დაუპირისპირდეს არაერთმანეთს, ალბათ არამედ ერთად დაუპირისპირდეთ მოძალადე რეჟიმს. ვინ არჩევნებთ კოორდინაციას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანით გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა ამ ვითარებიდან. ოცნებამდე მათმა, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნებმა უბრალოდ არ დაუტოვეს სხვა გზა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გარდა იმისა, რომ ისინი პერსონალურად იყვნენ დასანქცირებული, ასე რომ თუ მათ სურთ აირიდონ სანქციები, რაც შეიძლება მალე უნდა დაემორჩილონ ქართული ხალხის ლეგიტიმურ მოთხოვნას და დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ერთი აგენტი მეორე აგენტს თხოვს მესამე აგენტის შესახებ რაღაცას. შესაბამისად, რაც არ უნდა მოითხოვონ, მათ რაც არ უნდა ისაუბრონ, საზოგადოებისთვის ეს საინტერესო ვერ იქნება. ისაუბრონ საკუთარ აგენტურაში, სხვაგან მათ მაინც არც არავინ უსმენს, არც არავის აინტერესებს და ეს არის ის ხალხი, რომელზეც უარი თქვა ჩვენმა საზოგადოებამ და ისინი უკვე წარსული არიან ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მათ ბრალებში იდეებს და დავალებებს არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის და საზოგადოებისთვის არ აქვს. ხელისუფლებაში მოსვლას ლამობე რევოლუციის გზით ისეთი ადამიანები, ვინც უკვე სერიოზული ზარალი მიაყენა ამ ქვეყანას და სალომე ზურაბიშვილი იქნება მათ მეთაურად თუ არ იქნება, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. მსახურთა ქვეყანა შეიქმნება, აგენტთა ქვეყანა, უსამშობლოთა ქვეყანა, რომელსაც რასაკვირველია გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც პოლიტიკურ საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად. ეს არის ალტერნატივა იმისა, რაც დღეს გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის პოზიცია, რაც გააჩნია დღეს ქართულ ოცნებას. არა იმიტომ, რომ იგი კონკრეტულ პოლიტიკური პარტიის პოზიციას გამოხატავს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის მის გადასარჩენად ეს არის ერთადერთი გზა.